საქართველოში არაფერი არ გამოდის. ჩაეჭიდოს და გაყვეს ამ პოდკასტ. მარტო ჩემით ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ისე უსიგონია თავი. სკეპტიკურობა ახალგაზრდების მიმართ არის. ამით დავამსხვრევთ. სკოლაში ვაღიარე ფარმები. ეცნობის მოყვარება კარგ ადგილას მიგიყვანს ყველა ვარიანტში. ვენდისში და დანკინშია წარმოდგენილი და აქამდე გააფართოვე წარმოება. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატების საიდუმლოც და ყველაფერი. კრიზისი გახდა შენი წარმატების მთავარი мотиваცია. ამან მიმიყვანა იქამდე რომ მე გრაფიკული დიზაინერიც გავხდი. წარუმატებლობა და კრიზისი არ არის შენი მტერი. რა არის ის, რაც გასწავლა ბიზნესმა და არასწავლიან სკოლაში? ფულის мотиваცია არასდროს არ მქონია საერთოდ. პირველი თანხებით ჩემდას უკიდე საწოვარა. მე თაკო მიქელაძე ვარ, ეს პოდკასტი TikTok-ია. მოგესალმებით. მე თაკო მიქელაძე ვარ, ეს პოდკასტი TikTok-ია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ აქ არაფერი გამოდის და იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო, გავლენიანი ნაცნობები, კარგი სამეგობრო და ბევრი წინაპირობა გჭირდება. დღეს ჩვენ ამით დავამსხვრევთ და ჩემი სტუმრები არიან ძალიან წარმატებული ბიჭები, რომლებმაც წარმატება თავის ხელით შექმნეს. დღეს მივესალმები გიორგი შეშაბერიძეს, მოგესალმებით. დორას დამფუძნებელს და ნიკა ხვედელიძეს, არქიტექტორ დიზაინერს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ბიჭებო, მიხარია რომ დღეს ჩემთან ხართ პოდკასტში. ჩვენი პოდკასტი არის თინეიჯერებისთვის და მინდა რომ თქვენი სახით გაიცნონ უფრო ახლოდან ის ადამიანები, რომლებმაც წარმატება მართლა თავის ხელით შექმნეს, თავისი ამბიციებით, თავისი ოცნებებით და დღევანდელი პოდკასტი იქნება წარმატებაზე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, რომ შექმნათ. თქვენთან გადმოვალ კითხვებით. სანამ კითხვაზე გადავალთ, მადლობა თქვენ. კარგი მადლობა. წამოწყებისთვის. ასევე ძალიან გვიხარია ახალგაზრდებს რომ ჩაეჭიდოს და გაყვეს ამ პოდკასტ, მოусმინონ, მიიღონ ინსპირაცია და რაც თავია წარმატებები შენ. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ბიჭებო, ნიკა შენგან დავიწყებ. რა იყო შენი ოცნება, რაზეც ოცნებობდი ბავშვობაში, როგორ წარმოგედგინა საკუთარი მომავალი და წარმოიდგენდი თუ არა, რომ ესეთი წარმატებული იქნებოდი პატარა ასაკშივე, ვიცი რომ წარმატებაზე კიდე დიდი ამბიციები გაქვთ ორივეს, მაგრამ დღესდღეობით ორივე ძალიან წარმატებულები ხართ ბიზნესში, თქვენ საქმიანობებში და მაინტერესებს საიდან დაიწყო ეს წარმატების ათვლის წერტილი და რამდენად ემთხვევა ეს ყველაფერი შენი ბავშვობის ოცნებას. მე ყოველთვის გრძნობდი რომ რაღაცის შექმნა სიამოვნებდა და ბავშვობაშივე მივხვდი რომ რაღაცების გაკეთება, უბრალოდ რაღაც იდეის განხორციელება იყო ჩემი მიზანი და დანიშნულება სამყაროში. რასაც სულ მივყვებოდი და არც არასდროს არ მქონია რაღაც კონკრეტული მიზანი, კონკრეტული გზა, ეტაპები, როგორ განვავითარო ეს ყველაფერი, მაგრამ ამას არ უწყვეტდი. რაც მაინტერესებდა, იმას სულ ვაკეთებდი, ვედებოდი ყველა მხარეს და ეს ცნობის მოყვარეობა იდეაში ეხლაც არ ვიცი ზუსტად რას ვაკეთებ, უბრალოდ ყველაფერს ვაკეთებ, რაც მაინტერესებს. და ეს ცნობის მოყვარეობას ვთვლი, რომ ეს არის წარმატების გზაც და ეგ არის ჩემი საბოლოო წერტილიც, რომ ვარ ცნობის მოყვარე, ვაკეთებ ყველაფერს, რაც მაინტერესებს და ამას ვანხორციელებ, რაღაცას წარმოვიდგენ დიზაინს, ვიზუალს, ფუნქციას, გამოსავალს, პრობლემის გადაჭრას და ამას ვაკეთებ. ეს არის ჩემი წარმატებას მე ამას ვეძახი, როცა ამას მიაღწევ. რაღაც იდეას ბოლოში გაიყო. ნიკა, აუცილებლად ჩაგეკითხები, როცა ბავშვობაზე ამბობ, რომ გრძნობდი, რომ რაღაცა დანიშნულება მქონდა და ამ შემდეგ, როცა შინაგანად გრძნობ, რომ შენი დანიშნულება არის შექმნა, ფიქრობ კიდევაც, რომ ხარ განსხვავებული. აკვირდები შენ ტოლებს, თინეიჯერებს მოზარდობის პერიოდში და ხვდები, რომ ცოტა უფრო განსხვავებული ტიპი ხარ. ამას ვინმეთან სვავდი ამ კითხვას, საკუთარ თავში ხედავდი უკვე, რომ მე განსხვავებული ვარ, იმიტომ რომ ვიცი, რომ რაღაც მინდა შექმნა. ანუ ჩემი გამოცდილებიდან არ არის მარტივი მომენტი. ხვდები, რომ განსხვავებული ხარ, ხვდები, რომ რაღაცა სხვა გინდა, სხვა მოგწონს, სხვა ამბიციებით ცხოვრობ და ცოტა რაღაცა გარემო თითქოს ვერ გეწევა. აი, შენ შემთხვევაში როგორ იყო ეგ? ყველასთვის ეგრე არის.
ჩემთან კარგი ის იყო, რომ მე ვატყობდი, რომ ბაბუა ჩემისნაირი ვარ, იმიტომ რომ ეს ბევრი ინტერესი ბაბუა ჩემმა გამეღვიძა, რომ ანუ ავტორიტეტი ბაბუა იყო. მქონდა ხელსაწყოები, ჩავდიოდი, მიხსნიდა როგორ გამომეყენებინა და დავიწყე მასთან ერთად რაღაცეების კეთება და ის სულ რაღაცას ან გაფუჭებული ვსაკეთებდა, ან რაღაცას ქმნიდა და მის ყურებით დავინტერესდი და მოვიწამლე ამ ყველაფრით და ვატყობდი, რომ ბაბუს გავარ. და სამეგობროს რაც შეეხება, კი, მეგობრებს სხვა ინტერესები ჰქონდათ და ხშირად ეხლაც ეგრე არის. მაგრამ ეს წამითაც არ მიფიქრია, რომ ეს განსხვავებული ვარ და ისინი სხვანაირები ვარან, მეც ისეთი უნდა ვიყო პირიქით. მომწონდა, რომ ისინი სხვანაირად ხედავენ სამყაროს და მე ცოტა სხვა იდეები მაქვს. და ეს კონტრასტი პირიქით უფრო მხარს მიჭერდა, მამხნევებდნენ კიდევაც, რომ აი ჩვენ მაგაზე არ ვფიქრობ და შენ ყოჩახ, რომ აი ეგ რამ მოგაფიქრა საერთოდ და ეგ პირიქით мотивაციას მაძლევდა, რომ კიდე მეტი მომეფიქრებინა ეგეთ. ანუ ძალიან გაგიმართლა მეგობრებში. კი, მეგობრებში გამიმართლა. გიორგი, რა ოცნებები ქონდა ბავშვობაში? რაზე ფიქრობდი? ვიცი, რომ ძალიან პატარამ დაიწყე შენი მამალოების წარმოება, რომელიც დღეს ვენდისში და დანკინშია წარმოდგენილი და აქამდე გააფართოვე წარმოება. რა შეგრძნება იყო, როცა შენი პირველი ნაშრომი ფული ხელში დაიჭირე და რა მოგცა мотивация, რომ აქამდე მოსულიყავი და კიდე უფრო დიდი ამბიციები გქონდეს? დორას დაარსების დღიდან მე ოცნებები აღარ მქონია. აქედან უკვე დამებადა მიზნები. ჩემი აზრით, ამ ორ შორის ძალიან დიდი განსხვავება არის მიზანსა და ოცნებას შორის. მიზანი არის ისეთი რაღაც, რასაც მოყვება გეგმა, სამოქმედო, რასაც მოყვება мотивация, აი დილით რო იღვიძებ და მიზანი რო გაქვს, საერთოდ სხვა мотивაციით იწყება შენი დღე. ოცნება ეს უბრალოდ ჩემი აზრით გონების სიამოვნება არის, როცა ოცნებაზე ფიქრობ, რაღაცას ოცნებობ, ამას არ აქვს, ოცნებას არ აქვს გეგმა მოკლედ და გაგრძელება რა. ამიტომ დორას არსებობის დღიდან მე მაქვს მიზნები. ძალიან დიდი მიზნები მქონდა. მაგრამ დაწყებიდან ის იმდენად სპონტანურად დაიწყო ეს ბიზნესი, იმდენად სპონტანურად და არაფრიდან. არც რაღაც დაგეგმილი მქონდა, რომ აი კამფეს გავაკეთებ და გავყიდი. არაფერი, უბრალოდ ერთი საღამო იყო, სტანდარტული. ტელევიზორს უყურებდით და უბრალოდ სასუსნავი მომინდა. ისეთი დრო იყო მაშინ ქსელური მაღაზია ახლო არ იყო, პატარა მაღაზიები იყო და დაკეტილი იყო. ოჯახში მშობელმა გამიკეთა უბრალოდ ძველი ტრადიციული ყალიბში გამიკეთა მამალო, ძველი ტრადიციული შაქარი დაადნო, всё, დაასხა. იმ დონეზე მომეწონა ეს, იმ დონეზე რაღაცა ვიზუალურად რო შევხედე, არ მქონდა მაღაზიაში ესეთი ნანახი გემო გავსინჯე, ესეთი გემო მაღაზიაში არ შემხვედრია ისეს. არც მაშინ არ ჩამიჯდა გონებაში, რომ ეს უნდა გამეყიდა. ჩვეულებრივად რამოდენიმე წელი კიდე დავამზადებინე და მეორე დღეს სკოლაში უნდა წამეღო უბრალოდ თანაკლასელებისთვის. მეთქი აი ნახე ჩემი გაკეთებული რაღაცა კაფეთ. გზაში შემესვალა გეგმები. ყოველთვის სკოლაში წასვლის წინ. სკოლიდან სახლამდე გზაში? სკოლაში წასვლის წინ ყოველთვის მაღაზიაში შევდიოდი ხოლმე და გადავწყვიტე რომ ჩამებარებინა ეს. ჩავაბარე ეს კამფეტი, ჯერ გაოცება იყო გამყიდველი ქალისგან, იმიტომ რომ სხვა ამფლუაში ვახსოვარ, ეხა ამ ქალს შევდივარ, ყიდულობ და ეხა პირიქით მე შევთავაზე რაღაც რა. და ჩავაბარე. წავედი ეგ დღეს სკოლაში ჩვეულებრივად, არაფერი განსაკუთრებული არ იყო და მეორე დღეს რომ შევიარე ისევ გაყიდული ქონდა, ის ფული მომცა, რაღაცა ძალიან მინიმალური იყო, 5 ლარამდეც არ იყო. და რაღაც უცებ მან განათდა, რომ პირველად გამომიმუშავე ჩემით ფული. დავბრუნდი სახლში. როგორ განავითარე? ეგ მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ ნახე, არის ესეთი რაღაცა რა, აი, ჩემი გამოცდილებიდან და შენც გექნება ეგეთი გამოცდილება რა, რაღაც ეტაპზე ვიწყებთ საქმეს. მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ ბიზნესზე და ანუ რაღაც ერთ ეტაპს ვანვითარებთ ხოლმე და ცოტა გლობალურად რომ დღეს გლობალურია ამ პირობებში რომ ვენდისში, დანკინში, ესეთ ქსელებში ხარ წარმოდგენილი და არაერთ მაღაზიაში, ნახე, ანუ მაგამდე როგორ მიხვედი. ანუ ფიქრობდი მაგაზე რომ ეგ შესაძლებელი იქნებოდა, მხარი დაგიჭირეს, ანუ გავიგე რომ შენი მიზნები ქონდა, ეს შენი დიდი მიზანი იყო, რომ აი ყველგან ყოფილიყავი? კი, მიზანი ნამდვილად იყო ეგ, რომ აი დორა, აი მართლა პირველივე დღიდან მოვიტყუები, რო თქვა, რომ პირველივე დღიდან უკვე ეგ მიზნები დამესხა, მაგრამ დრო და დრო უკვე ძალიან მოკლე მანძილში
დამესახა ის მიზანი, რომ დორა გამხდარიყო არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტკბილეულის წარმოებელი კომპანია. ეგ მიზანი ჩამებეჭდა გონებაში. არა პირველი დღეს და მეორე დღეს. ამის გაგრძელება იყო ის, რომ ხო მივიტანეს თანხასახში ჯერ ჩემებისგან ძალიან ის უარყოფითი ემოცია წამოვიდა, რომ რა გაყიდე ხო არ გაგიჟდი ეს საღამოს მერე ჩემით დავამზადე ვიწვალე დავიწვი ხელი დავიწვი აი იმიტომ რომ კარამელი 140 გრადუსზე ცხელდება ეს შაქარი რაღაც აი და მეორეც ჩავაბარე და მე უკვე მშობლებით დავაინტერესე ამით რომ და ნუ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარტო ჩემით ვერაფერს ვერ გავაკეთებდი მე მახსოვს ჩვენი გაცნობის ისტორია უნდა მოუყვე აუცილებლად ერთ-ერთი ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან დიდი ბიძგი იყო შენთან გაცნობა და თანამშრომლობის დაწყება. ეგ იყო ძალიან დიდი ბიზნესი. მაშინ ახალი გახსნილი მქონდა საწარმო, ჯერ საწარმოც არ ერქვა წესიურად და ასე შემდეგ რა. მახსოვს შენ რომ მოხვედი და მოხვედი დედასთან ერთად. იყავი 12-13 წლის. ნუ აი დაახლოებით ესე მახსოვს რა ესე თან ვერც კითხავდი, იმიტომ რომ ძალიან მიხარავდა რომ ეს რაღაც ტელევიზორში მყავხარ და ნახი ისეს და ჩემთან მოვიდა და აბა მხარი რითი უნდა დაუჭიროთ და აი იქიდან დღემდეც ძალიან დიდი გზა გაქვს გამოვლილი და მინდა ბრავო და ტაში რომ არ გაჩერდი ჩვენ წაღან საუბრობდით რომ ბიზნესში ყოველთვის დგება ხოლმე მომენტი როცა აი რაღაცნაირად ტვინი გეხლება რა ანუ ცდილობ ახალი იდეა განავითარო მაგრამ ეს ახალი იდეაც როგორ დაიწყო არ იცი, ის საქმე როგორ გახადა უფრო წარმატებული, თითქოს ყველაფერი იცოდი და ერთ დღეს არ იცი და მე ისევ იმას უბრუნდები, რომ საკუთარი თავი როგორ განავითარო, რომ მე ისევ შენი ბიზნესი განავითარო და ეს არის მუდმივი პროცესი. რაღაცის დაწყება ყოველთვის აი მე პირადად რაც შემეხო და რამაც უფრო ბიძგი მომცა მე არც ბიზნეს არ დავიწყებდი არასდროს არა იქნებოდი გათამამებული ბავშვი, როგორც ვიყავი მანამდე, სანამ გაგვიჭირდებოდა. დაიწყო ოჯახში კრიზისი, რაღაცა აი აქედან ძალიან აი აქ დავეცით მართლა. არაფერი არ მაკლდა მთელი ბავშვობა, არც ერთი კურორტი, საზაფხულო თუ საზამთრო არ ქონა მნიშვნელობა, ანუ არაფერი არ მაკლდა, რაც ბავშვისთვის არის საჭირო, ყველაფერი მქონდა. მაგრამ ამ კრიზისმა გამინათა გონება ესე რომ კრიზისი გახდა შენი წარმატების მთავარი мотиваცია. ჩემი და თეოდორა ვის სახელიც ქვია ბრენდს ახალი დაბადებული იყო, მე მის გააზრებაც მოხდა ჩემ გონებაში, რომ აი ჩემი როგორ ცხოვრობდი მე და როგორ უწევდა ჩემს ცხოვრება იგივე ასაკში. და აი ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა და პირველი თანხებით ჩემს უყიდე საწოვარა. ერთი მოგწონდა ძალიან აფთიაქში იყო და არ იყო ახლა მაგის საშუალება რაღაც განსაკუთრებული იყო და ერთი ეგ იყო კიდე ხო ეგ ნაწილი როგორი პასუხისგებლობა ხო და ანუ მაგან იმოქმედა მაგან მომცა უფრო ბიძგი რომ რაღაც პასუხისგებლობა თითქოს ვიგრძენი რომ უნდა ამიღო იქიდან გამომდინარე რომ აქამდე ჩემზე ზრუნავდნენ და ნუ შეიძლება ძალიან პატარა ასაკია მაგის გასაცნობიერებლად ეგ რომ რაღაც პასუხისგებლობა აიღო, არა რაღაც ბიზნესზე, არამედ რაღაც ელემენტარული პასუხისგებლობაც რო აიღო, ეგეც რთული არის, ხო? ადამიანის ზოგადად ნებისმიერ ასაკში რთული არის პასუხისგებლობის აღება. ნებისმიერ ასაკში რთულია კი. მე გადავწყვიტე რომ მოვჭიდებოდი ამასთან რაღაც ჩემ თავზე რაღაც თავიდან ბავშვური პასუხისგებლობა თითქოს ავიღე რომ აი რაღაცა 15 საალ 20 საალ კამფეთს რო გავყიდდი 3 საალს ერთ ლარში მაშინდელი კურსით რაღაცა უკვე გრძნობდი რომ ვეხმარებოდი ოჯახს რა და მე უკვე შემდეგ ეტაპზე იყო უკვე ოჯახის დახმარება. ოჯახი როგორც არ დამდგომოდა ფიზიკურად ვერ შეძლებს 9 წლის ბავშვი ეხლა რომ თავისით მარტო ეგ აბსურდია. ეგ მართლა აბსურდია. შეუძლებელია. თუ არა აქვს ადამიანის ერთი ადამიანის მაინც დასრულის მხარდაჭერა ფიზიკურად შეუძლებელი არის ეგეთი რაღაცა რომ ვერ იმოძრავებს ფიზიკურად. არ ექნება. პატარა რეზიუმე რო გავაკეთოთ ყოველთვის როცა რაღაცა განსაცდელი მოდის ჩვენს ცხოვრებაში შეგვიძლია აქედან გამოვაწრთოთ წარმატება გიორგის და ნიკას მაგალითიდან გამომდინარე და საკუთარ თავს და ჩვენ მშობლებს, ჩვენ შვილებს მივცეთ ის мотиваცია, რომ ეს კრიზისი იმისთვის კი არ არის, რომ დავიქცეთ და წავიქცეთ, ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი წარმატებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. როგორც გადადგი შენ ეს ნაბიჯები და დაგიდგა შენი ოჯახი გვერდით და შენი წილი წარმატება და ბიზნესი გაქვს დღეს და კიდე მეტი ამბიციები გაქვს. ნიკა ვიცი რომ აქამდე დიდი გზა გაიარე.
ითანამშრომლე არაერთ კომპანიასთან. შენ თვითონაც წეღან აღნიშნე, რომ ხარ ძალიან მონდომებული ტიპი და ყველაფერს სწავლობ, ყველაფერს ედები და ყველაფერს ეხები, რომ შენ თვითონ იყო მულტიფუნქციური და ეს შესთავაზო შენ მომხმარებელს, რომელიც მოდის შენთან და გიკვეთავს რაღაც კონკრეტულ პროდუქტს. და დამატებით ამ ყველაფერთან ერთად გაქვს შენი სტარტაპი არაერთი. როგორ მოხვედი აქამდე, როგორ ჩამოყალიბე ეს სტარტაპები, რა სტარტაპებია რომ მოგვიყვე და საინტერესო თანამშრომლობები რომ გაიხსენო და მაინტერესებს რეაქციები, როცა მოდიან დამკვეთები და ხედავენ, რომ პატარა ბიჭი, უბრალოდ ესეთი ძალიან ცოდნე, ძალიან შემდგარი და ყველაფერში კომპეტენტური, უნდა გასცეს პასუხი და გაუკეთოს საქმე. ჩემ შემთხვევაში მე თვითონ როცა ვიყავი 23-24 წლის და რომ ხედავდნენ ხოლმე, რომ აი ხა ამარა პასუხი უნდა დაგვიბრუნოს, სახეზე ეწერათ, არაფრის თქმა არ უნდა დოთ ხოლმე და მე აღუნიშნავთ ხოლმე თვითონ, რომ რაღაცა გვეგონა, რომ რაღაცა ჩავარდებოდა მოლაპარაკება და ხო, რაღაცა კრახი მოხდებოდა და შენ შემთხვევაში როგორ იყო ეგ? სკეპტიკურად იქნებოდნენ ალბათ განწყობილები. სკეპტიკურობა ახალგაზრდების მიმართ არის, მაგრამ არიან ბიზნესები, ვისაც პირიქით უყვართ. დამწყებები შეცდომებსაც პატიობენ, პირიქით ხარს უჭერენ და პრინციპში ახალგაზრდები ძალიან ძვირი არ ჯდება და შეიძლება მაინც მოსინჯო და შეიძლება რაღაცა პირდაპირ უზარმაზარ კომპანიას ანამ დაუკვეთავ რაღაცა შეიძლება ცადო პატარასთან დამწყებთან. და ხშირ შემთხვევაში ეს დამწყებები იმდენად გულით აკეთებენ და იმდენად თავის თავს ახტებიან, რომ ძალები მოსინჯონ, დაამტკიცონ, რაღაც კარგი საქმე გააკეთონ, რომ ხშირ შემთხვევაში დიდებსაც კი ჯობიან ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში იყო ახლა ეგეთი მაგალითებიც, რომ აი სინამდვილეში არ გამეგებოდა ბევრი რაღაც. ჩემ რაღაც აღებულ პასუხისგებლობაზე იმდენი იმხელა პასუხისგებლობით ვეკიდებოდი, რომ მამას მართლა კარგად ვაკეთებდი. ისე როგორც სერიოზული გამოცილი კომპანია გააკეთებდა. ხო, ეგრე დაიწყო. პირველ რიგში როგორ ავედით სტარტაპებამდე, ეგ არის რომ არის ძალიან კრეატიული და საინტერესო სტარტაპები გაქვს. კი, და აი, მაინტერესებს ფერშუაში ჩემთან, მაგალითად სამაგიდო თამაში მეღვინეობა, ხო, სამაგიდო თამაშები მიყვარს, მაგრამ ღვინოზე არც არაფერი არ გამეგებოდა აქამდე, უბრალოდ ვიცოდი რომ მამა ჩემს ღვინო აქვს და ოჯახში რთველი ძალიან გვიყვარს და დავდივართ, მაგრამ ყურძნის ჯიშები, ღვინო როგორ ყენდება, რაღაც არაფერი ესე დიდად არ ვიცოდი. და ეს განაპირობა იმან რომ მე ბევრ საქმეში მივედმოვედე აქამდე. ვიყავი გრაფიკული დიზაინერი, რაღაც ფოტოგრაფის ასისტენტი, ვერკვეოდი სოციმედია მარკეტინგში მაგალითად იმ დროს სააგენტოებში მიმუშავია და აი ამ პატარ-პატარა მიმართულებების ნაკრებით საბოლოო ჯამში გაირკვა რომ თურმე შემიძლია გავაკეთო სამაგიდო თამაში და არ არის აუცილებელი რომ სამაგიდო თამაშმა დაგიკვეთოს რომ შენ მოიმსახურო ამის გარეკლამებაში ან ამის უკეთეს დიზაინის შექმნაში. ხო, ჩემი ნაბიჯები ეს არის, რომ რაღაცებს ვამჩნევ ეხლა ამ ეტაპზე, რაც მაინტერესებს და უკვე ამ ჩემი გამოცდილების ყველა მიმართულებებით უკვე საკმარისია, რომ საბოლოო პროდუქტი მივიღო. ნიკა, დღეს მდგომარეობით სად შეიძლება რომ შეიძინოს ადამიანმა, ვინც თუ გინდა ამ პოდკასტს ნახავს, შენი სამაგიდო თამაში მეღვინეობა, როგორ უნდა ითამაშოს ეს თამაში? სამაგიდო თამაში არის შემეცნებითი და სტრატეგიული თამაში. ვსწავლობთ ყურძნის ჯიშებს, რომელიც საიდან არის წარმოშობით, რამდენად იშვიათია და არის ვაჭრობაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე აზარტულს სწორედ ეს ხდის, რომ უნდა ვივაჭროთ მოწინააღმდეგეებთან და აი გავცვალოთ ყურძნის ჯიშები და შევაგროვოთ, რაც შეიძლება უნიკალური კარტები, უნიკალური ყურძნები, გავაშინოთ დიდი ვენახები და ამით შევაგროვოთ, რაც შეიძლება დიდი ქულები და მოსავალი. და თამაშის ბოლოს ვიცით, რომელი ყურძნის ჯიში საიდან არის წარმოშობით, რამდენად იშვიათია და ვაუმჯობესოთ ჩვენ მოლაპარაკების უნარებს. ხო, შეძენა შეგვიძლია ექსტრა ჯიზეც და ასევე შეგვიძლია ჩვენს პირად Facebook-სა და Instagram-ს. მეღვინეობა, კი, სამაგიდო თამაში მეღვინეობა. მოვძებნოთ და შევით. კი. გიორგი, აუცილებლად მინდა კითხავ, რა არის ის, რაც გასწავლა ბიზნესმა და არასწავლიან სკოლაში, ვერ გაიგებ ვერსად, რა არის ის ცოდნა, ის თვისებები, რა აღმოაჩინე საკუთარ თავში ბიზნესის კეთების პერიოდში და აი დამატებით რა რესურსები იყო, რომელიც აი არ გიფიქრია, რომ ეს
კი გავიგეთ, რომ მშობლების მხარდაჭერა ყველაზე დიდი რესურსი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არის შინაგანი მდგომარეობა და ის მდგომარეობა, როცა შენ რაღაცას ხვდები, რომ თურმე რა მაგარი ტიპი ვარ და აი ეს ბევრი თვისება არის, რომ აი ამ ყველაფერს კრავს. და ეს ჩემთვის კი არავის უსწავლები, ამას მე მივხვდი. აი რა იყო ეს შენთვის, რამაც მე კიდე და კიდე უფრო გაგაძლიერა პიროვნულადაც, საქმეშიც. ბევრი რამე. ძალიან. თითქმის ყველაფერი. იმიტომ რომ სკოლაში მოდი ვაღიარებ არ მივდია. თითქმის არ მივდია სკოლაში ბიზნესი დაწყების შემდეგ, ამას არ ვამართლებ. ანუ არ ვიძახი რომ ესე უნდა იყოს, აუცილებელი არის, სკოლაც აუცილებელია, უნივერსიტეტიც აუცილებელია და ყველაფერი საიდანაც რაღაცას იღებ, ჩემი აზრით, ყველგან უნდა იყო. საიდანაც რაღაცას იღებ, ხო არაფერს არ კარგო. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ხო დროის ფაქტორში იმაში რომ მეტად დაძაბული და კონცენტრირებული ვიყავი ბიზნესზე. იმიტომ რომ უკვე პრაქტიკაში მქონდა ეს ყველაფერი და ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი იმას, ანუ ვეღარ ვახერხებდიც იმდენად არა, უბრალოდ ინტერესები იმ დონეზე სხვა რამისკენ გამიმძაფრდა, რომ ფიზიკურად ინტერესი დამეკარგა სკოლის მიმართ, არც უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია, ანუ ფიზიკურად ინტერესი არ მქონდა რა, მაგრამ მე იმას ყოველთვის ვიძახი, რომ მივალ თუ არა იმ ეტაპზე ცხოვრების, რომ მექნება დრო, რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში, აუცილებლად ჩავაბარებ უნივერსიტეტში, აუცილებლად. გიორგი, ნახე, არის ესეთი ბიზნეს ლიტერატურა. არის პოდკასტები. კი, საიდანაც შეიძლება რომ აიღო შენთვის ზღვა გამოცდილება. რომელიმე სხვა ვერ გამოარჩევ. იმიტომ რომ ესე კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უყურებ ყოველდღიურად. თუნდაც გლობალური მასშტაბით რომ აიღო და პოდკასტები უბრალოდ მოსასმენი სამოტივაციო ვიდეოები არსებობს, სადაც ძალიან დიდ ცოდნას აიღებ, აი ძალიან და იმიტომ მიყვარს კონკრეტულად ეს პოდკასტები და მოსმენა, რომ ადამიანები გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და წარმოიდგინე, ამდენი ადამიანის გამოცდილება გააქვს მოსმენილი და შეგიძლია რომ ეს ყველაფერი შენ საშენოდ გამოიყენო. ანუ მოისმინო რაღაცა ბილ გეიტსის ფეილების ისტორია და ჩავარდნები და ამ ხელა კომპანია როგორ შექმნა ეს გზა, როგორ გაიარა რაღაც ნაწილი, რასაც ხა მაგას ვერც ერთ პოდკასტში ვერავინ ვერ მოყვება რა, როგორ გაიარა ყველაფერს ნაბიჯნაბის, მაგრამ რაღაც ძირითადებს აიღებ და ნუ უკვე რაღაცა ცოდნა გაქვს რა რაღაცის მიმართ. და რაც ბიზნესმა მასწავლა, ეს იყო ძალიან ბევრი რაღაცა, რასაც წიგში ვერსად ვერ ამოიკითხავ. ანუ ფიზიკურად ვერ. თუნდაც ის რომ წარუმატებლობა და კრიზისი არ არის შენი მტერი. არის პირიქით შენი მეგობარი. ანუ მართლა ეგრე არის. წარუმატებლობა და კრიზისის დროს შენ არ უნდა დაიძაბო და არ უნდა წარმოიდგინო ის რომ რაღაცა გებრძვის. პირიქით გეხმარება. ყოველი ჩავარდნის და ყოველი კრიზისის შემდეგ მე აღმოვაჩინე ჩემი ახალი თავი. ჩემში ახალი ადამიანი. ახალი ვერსია. ვუბრობდით რომ მე და შენ მაგარი აზარტული ტიპები ვართ, თორემ ამ ადრენალინს ვერ გაუძლებდით და ეტაპზე რომ გადადიხარ და ჩავარდნა რო გაქვს და იქიდან რომ ამოდიხარ, იმ ხელა ადრენალინით ივსები რომ ვერ დაცლი მაგას ძალიან დიდი ხანი მაგ ადრენალინს, ხო? ანუ მაგიტოა რა, რაღაცაზე ბევრმა იცის რომ კრიზისში ნებდება. რაღაც ჩავარდნაზე ნებდება. ეგ არის მოდი მაშინ აღარაფერი გააკეთო არასდროს თუ პატარა კრიზისიც უკვე ფიქრი გაგიჩნდა რომ დანებდე. ნუ რა პირიქით გამოიყენო ეს კრიზისი საშენოდ. რავი, ჩემი აზრით მართლა მეგობარი არის რა კრიზისი გეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში. გეხმარება ადამიანების გადახარისხებაში პირველ რიგში. ჩვენ რო გაგვიჭირდა ძალიან ბევრი ადამიანის გადახარისხება მოხდა. თუმდაც მაგ კუთხით რო აიღო, არა მხოლოდ ბიზნესის კუთხით და მარტო ის, არა. ცხოვრებისეულადაც გეხმარება რაღაცეებში, თუმდაც ფინანსური კრიზისი. ხო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად, მენტალურად რთული გზა არის რა. ანუ ეგ გადაწყობა ჩვენ რაზეც საუბრობთ, ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ჯობია ცხოვრებაში შეხვდეს სირთულეებს, თვალი გაუსწორო და იქიდან წარმატებული და ფეხზე წამამდგარი გამოხვიდე. ჩემი აზრით სირთულე ბიზნესი ვერ გაიქცევი ბიზნესში სირთულეს. ვერც ერთ საქმეში ვერ გაიქცევი იდეაში სირთულეს, მაგრამ ბიზნესში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ყოველი დღე რთული არის ბიზნესში. ყოველი დღე რთული არის. იმიტომ რომ ყოველ დღე ახალ რაღაცა, მაგიტოც მიყვარს უფრო ბიზნესი რაღაცნაირად. მაგიტო არის, მაგიტო თქვი ბიზნესი რომ დავიწყე, რომ ამას არასდროს შევეშვები ბიზნეს, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი მაგ იმას მიღვიძებს, რომ აი მიყვარს
არა ერთფეროვანი ცხოვრება რა, არ მიყვარს ერთფეროვანი ცხოვრება რა, მიყვარს როცა რაღაცა ყოველდღე ახალ რაღაც ეჯახები, შეიძლება პრობლემა იყოს, შეიძლება მომენტში ძალიან მაგარი რაღაც მოხდეს და აი სუ ადრენალინში ხარ, სუ რაღაცა ისე ხარ რა, ხო, ანუ სუ მოძრაობ. სუ მოძრაობაში ხარ. არა ხარ რაღაცა ესე რომ აი დღეს იცი და 10 წლის გეგმა გაქვს გაწერილი რომ აი ეს 10 წელი აი ესე უნდა გაიაროს რა, ეგ არის სიკვდილი ჩემთვის რა, აი ეგ არის სიკვდილის ტოლფასი რომ აი რო ვიცოდე რომ 10 წელი ყოველდღე ერთ და იგივე რაღაცა უნდა ვაკეთო. და რო ვიცოდე რომ პრობლემა არ მექნება, ანუ პრობლემაც უნდა გქონდეს, პრობლემის მიმღებლობა უნდა გქონდეს. მიმღებლობა თუ არ გაგაჩნია, ნებისმიერ რაღაც მიმღებლობა უნდა გაგაჩნდეს რა. მით უმეტეს ბიზნესში საჭირო არის. ყველას უნდა მოусმინო, ყველა ადამიანს უნდა მოусმინო, ყველას გარაღაც ვიღაცა რომ შენ საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს და რაღაცაზე გძაბავს, აი მაგასაც კი უნდა გულისყურით მოусმინო და იქიდანაც აიღებ რაღაცას და იქიდანაც კიდე მოსმენა არის ძალიან მაგარი რაღაცა ზოგადად რა, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, მოусმინე. მე უკვე შენ გადაახარისხებ გონებაში, რას გაითვალისწინებ, რას არ გაითვალისწინებ. სამაგერად უკვე ცოდნა გაქვს აღებული რა, ყველასგან, ნებისმიერ რაღაცისგან. კიდე ის ვისწავლე ბიზნესში, რომ ბიზნესი მარტო ციფრები არ არის და მარტო რაღაცა მარკეტინგი არ არის, გაყიდვები არ არის. ბიზნესი არის აი რა, ოჯახი. ცოცხალი ორგანიზმია. ცოცხალი ორგანიზმია, ვისთან ერთად აი როგორც პარტნიორს ირჩევ ცხოვრებაში, რომ მთელი ცხოვრება ამასთან ერთად უნდა გაიარო, ეგრე არის ჩემთვის ბიზნესი. შენი პარტნიორი არის ცხოვრების რა. ბიზნესმა გამაცნო სურო ეხლავე აღარაფერი всё აი ბიზნესი გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან, მაინც ძალიან მადლიერი ვიქნები, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები გამაცნო, ისეთი სოციუმში მომახვედრა და აი ისეთ კარგ ადამიანებს, ისეთ წარმატებულ ადამიანებს შევხვდი და ამან თავისი კიდე გზა დამანახა და ამან კიდე თავისი мотиваცია მომცა თავისებურად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა. თუნდაც ჩვენი შეხვედრის ისტორია ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი ნახტომი, იმიტომ რომ სანი გრუპში რომ ჩემი პროდუქცია მოხდა, ანუ თბილისში ვიყავი ახალი დაფუძნებული რა, საწარმო ჯერ გადმოტანის პროცესში იყო, ანუ საწარმო იდეაში არც მქონდა, ხო, სახში ვაკეთებდი და ნელ-ნელა საწარმოს გახსნის პროცესში ვიყავი და ახალი მაღაზიების მოძიებაში და აი მე და დედაჩემი დავდიოდით რაღაცა თან მაშინ ხა თბილისი მედიდებოდა მით უმეტეს მაგასაკში ხა, იმიტომ რომ აი ამდენი უბანში უნდა ისედაც ხა დიდი არის ეს სადისტრიბუციოთ რომ უბნებში უნდა იარო ისეს ძალიან მედიდებოდა და აი საწვალებელი და სანი გრუპა აი რაღაცა 4 ყუთს რო შეგვიკვეთავდა მაშინ ხა 4 ყუთი ჩვენთვის იყო ძალიან აი ყველა მოსვლა მახსოვს შენი, მახსოვს როგორ გულშემატკივრობდი და მახსოვს როგორ რაღაცა ჩემებურად გამხნევებდი ხოლმე რომ აუ გიორგი მოვიდა, აბა ეხა ყველა დავტრიალდით რაღაცა რა ძალიან მინდა და ხოლმე რომ რაღაცა ესე გულშემატკივრობა გამამეხატა და ჩემი აზრით ბიზნესში კიდე აუცილებელი არის ადამიანები. როგორ ადამიანებს გადააწყვეტი. ყველანაირი ადამიანი შენთვის გაკვეთილი არის, ცუდიც, კარგიც, ისიც, ესეც, მაგრამ ბევრად უფრო აჩქარებს შენი წარმატების პროცესს, როცა ადამიანებს შენი სჯერად და ადამიანებს ხვდები ისეც, როგორებიც мотиваციას გაძლევენ. ძალიან ბევრს შევხვდი ესეც. ცუდსაც ბევრს შევხვდი, ვინც პირიქით კიდე мотиваცია მომცა იმ ცუდით. იმ მომენტში არა, მაგრამ მე რო გავიაზრე, მე მივხვდი რომ პირიქით мотиваცია იყო რა. და რავი, აი ენტრეპრენერის ჯგუფი ჩემთვის იყო ეგ ძალიან დიდი, რავი გიორგი შარაშიძე ჩემთვის мотиваცია და კიდე დღემდე ისეთ პოსტებს დებს ხოლმე ჩემზე რომ აი მართლა რაღაც გული რო გაგითბება და აი რომ რაღაც გამიკეთებია რო იტყვი რა და აი ესეც გამაგარია. ჩვენი თითოეული სიტყვა ძალიან ფასობს ნებისმიერი ადამიანისთვის და სიტყვა არაფერი არ ღირს, შეგვიძლია ერთმანეთი გავაბედნიეროთ, მივცეთ мотиваცია და ბიძგი წარმატებისკენ, მით უმეტეს როცა ადამიანი არის მოზარდი და ძალიან ცდილობს კონდეს თავის საქმე, ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს, რაღაცა თავისი შექმნას, ხო? ჩვენ ძირითადად ხოლმე გვჭირდება სიტყვა, რომელიც აბედნიერებს ადამიანს, აძლევს мотиваციას და რომელიც ამზღვაროდ ძალიან დიდ დახსაც ტოვებს ხოლმე და. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველი პატარა რეზიუმესავით იქნება ის, რომ ის რაც არაფერი არ ღირს და ჩვენი სიტყვებია, მით უმეტეს თუ ეს სიტყვები გულიდან წამოსული იქნება, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ახალგაზრდობას, თინეიჯერობას, მოზარდობას და პრინციპში თუ ჩვენი პოდკასტის მთავარი მისიაც ეს არის, რომ
მოზარდებს გაუჩნდეთ სურვილი, წინსვლის, წარმატების და დაინახონ თქვენი სახით, როგორც თქვენ ხართ დღეს ჩვენთან, რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ ექნებათ სურვილი. და მზაობა, რომ აბა მოდი, მე სურვილი მაქვს და გავაკეთებ რა. მე მახსოვს 16 წლის ვიყავი. უკვე 16 წელს ალასანიას უნივერსიტეტში რო ჩავაბარა და პირველივე რაღაც 2 თვეში გადავწყვიტე რომ უკვე ძალიან დიდი ვიყავი და მოდი მეთქი ახლა გავიპარები. ნუ მამაჩემი არასდროს დაუშვებდა იმას რომ რაღაც 16 წელს საუნა მემუშავა და გავიპარე ჩუმად მაშინ იყო 08 და 09 რა. და მეთქი call center-ის ოპერატორი ვიქნები, იქ 08-ში რაღაც ზარებს ყველაფერზე მივედი ველაპარაკი რაღაცების. ნუ სამწუხაროდ მაშინ ვარი გამოუშვეს და მამას ნერვიულობა არ მოუწია, მაგრამ ნუ ქონდა სურვილი იმისი, რომ მოდი ახლა, აბა რაღაცა იქნებ შენ თვითონ გააკეთო რა და უკვე ეს სურვილი ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია ნაბიჯები გადადგა, შეგიძლია დაფიქრდე და იმოძრაო. ნიკა, შენ შემთხვევაში ეს სურვილი იყო ცოტა სხვანაირად მოწოდებული. შენ აღნიშნე, რომ გეზიზღება Excel-ი და იმიტომ რომ რაღაცა გეზიზღება, გინდა რომ გაამარტიო და შექმენი ახალი პლატფორმა. მომიყევი აი ამასთან დაკავშირებით. ხო, ნუ როგორ შეიძლება Excel-ი რო გეზიზღება, ეს იყო შენი წარმატების გასაღები. აუცილებლად მაინტერესებს ეს დეტალური ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ ძირთადად სულ რაღაცას ველოდებით ხოლმე. რაღაცა უნდა მოგწონდეს, რაღაცა უნდა გვიყვარდეს, მზად უნდა ვიყოთ, მდგომარეობა არ არის, სულ მზად ვართ ფაქტიურად. სწორ დროს ველოდებით და დამიჯერეს სწორი დრო არასდროს ველოდებით რომ სხვა გააკეთებს. ამას რომ შენ გამოიყენო ის, ან რაღაც სწორ ტალღაზე შეჯდება. სწორი დრო არ არსებობს. მართლა არ არსებობს. რა აბა რომელია სწორი დრო? აი ვინმე მითხრას რომელიმე არის სწორი დრო, აი ხვალ არის სწორი დრო მაგის გასაკეთებლად. ვერ ხვალ რა იქნება კაცმა ახლა. როცა ვარ და ვსაუბრობ. და ჩემთვის არც მომავალი არ არსებობს, არც წარსული არ არსებობს. ეხლა რას ვაკეთებ, ეხლა რო აქ ვარ, ეხლა რა სიტუაცია ეს არის რა. ყოველი ნაბიჯით ჯერ სიამოვნება ხო უნდა მიიღო და ანუ წეგანაც ვახსენე პრობლემითაც კი სიამოვნება უნდა მიიღო. ეგ არის ძალიან მაგარი და გაგიმარტივებს ძალიან ბევრ რაღაცას რა, რომ აღარ გაფიქრებს ზედმეტ რაღაცეებზე რა. აი შენ ამბობ რომ პრობლემით სიამოვნება უნდა მიიღო და აღარ გაფიქრებსო და ნიკა თავის პრობლემებზე და ზიზღებზე ცოტა ზედმეტადაც დაფიქრდა და ნიკა გაგვიზიარე ეგ ამბავი რომ გაუზიაროთ ჩვენ მაყურებელს. და გავაცნოთ შენი პლატფორმა, იმიტომ რომ ძალიან საჭირო საქმეს მოეჭიდე, რაც გვითხარ. ეხლა ვაკეთებთ Budgeter.G არის პლატფორმა, საიტი, სადაც შეგვიძლია შევიდეთ და ჩვენი პროექტების განფასებაში გვეხმარება, რომ შეცდომა არ დაუშვათ კანონმდებლობაში, სწორად შეფასდეს ყველა გადასახადები, შენ კიდევ უკეთესად გეცოდინება იქ DRG, საშემოსავლო, საპენსიო, რაღაც ბევრი ნიუანსი არის. მოკლედ ჩვენ რომ მე და ჩემი მეგობრები გუნდი როცა ეს ნელ-ნელა უკვე ვიზრდებოდით და უკვე არა ფრილანსერი და არა ნიკუშა რო აღარ აკეთებს საქმეებს და უკვე რო კომპანია არის, შეპესი არის და ღეგეს გადამხდელი შეპესი არის, უკვე რთულდება საქმეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება, რომ ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო. პირველ რიგში მე ძალიან არ მიყვარს საქმის გაკეთება რა, შენ რომ მეტყვი რომ რაღაც ინტერიერის დიზაინი გამიკეთებ, მე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ინტერიერის დიზაინზე მუშაობას. მაგრამ სანამ ამას გააკეთებ, უნდა კონტრაქტი გააკეთო, სწორად შეაფასო ხარჯები, იქ ხანდახან ვიღაცების დახმარება გჭირდება, ქვე კონტრაქტორები გჭირდება. პროექტი უნდა შეაფასო, შეთანხმდე, შემდეგ დაიწყო შეთანხმების შემდეგ. და აი, ეგ არის ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო პროცესი, რომ აი კარგი რა გამაკეთებინეთ ახლა დიზაინი რა ახლა არ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის. და მოკლედ აი ეგ უსიამოვნო პროცესი შევაწუხე ჩემი ბიძაშვილი შოთიკო, რომელიც არის ფინანსისტი, აუდიტი, ასევე კურსებიც აქვს, რომელიც მეხმარება ამ ყველაფრის სწორად გაკეთებაში და რომ ბევრჯერ რო შევაწუხე და შევაღონე, გამიკეთა შაბლონები, Excel-ის. შაბლონი იდეალურად გამართული, უბრალოდ შემეძლო Excel-ში ჩამეწერა და ეს ყველაფერი შეფასდებოდა სწორად, მაგრამ Excel-ი არ მიყვარს, ანუ დიზაინზე ძალიან ისე გართულებები მაქვს, რომ უბრალოდ შოთიკომ გამიკეთა ეს შაბლონები, მაგრამ აი Excel-ი იმდენად არ მომწონდა, რომ მაინც არ ვიყენებდი ამას და მაინც შოთიკოს ვეკითხებოდი, რომ აი აბა ახლა ეს პროექტი ეს ხარჯები, ეს არის რამდენი ჯდება საბოლოო ჯამში, რამდენი უნდა უთხრათ დამკვეთს და ნუ გამიკეთა შაბლონი, მაგრამ
ჩემამდე მე ვერ გამოვიყენე ეს. დავიწყე ამის გალამაზება და ამ გალამაზების პერიოდში უცებ შემოვიკრიბე ჩემი მეგობრები, ან ძალიან დიდი გუნდი არის ამას, მე ალბათ კიდევ უკეთესად გავაცნობთ ხალხს. პროგრამისტები, UI დიზაინერები, მეც დიზაინერი ვარ, მაგრამ ეს კიდევ ცალკე ცოტა რთული საქმე არის. ბრენდის სტრატეგები, მაგრამ მთელი გუნდი 10 კაცამდე გუნდი შემოვიკრიბე და ეხლა ერთად ვაკეთებთ ამ პლატფორმას. ესე იქცა, მოკლედ, ხო, წარმატების გასაღები ახსენე შენ და მე მგონია, რომ ერთი რომ ცნობის მოყარე უნდა იყო და შეხედო ეს ცნობის მოყარება კარგ ადგილას მიგიყვანს ყველა ვარიანტში და რაც თავარია, წარმატების გასაღები მაინც მე მეგობრების შეძენა მგონია, რომ აი მე რო იმის ფუფუნება მქონდა რომ ერთი მეგობრისთვის დამერეკა და მეთხოვა რომ აი ეს იდეა მაქვს და აბა ხო არ გაინტერესებს, ხო არ გავაკეთოთ ერთად და ის რო გენდობა პატივს გცემს, იცის რომ რასაც საქმიანობ, გამოყვება მე გუნდი ხართ უკვე და აი ჯერ ხო ერთ ადამიანს რამდენი რაღაცის გაკეთება შეუძლია და როცა მეგობრებს შემოიკრიბავ და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდებით, მე უკვე თითქმის შეუძლებელი არის რაღაც ვერ გააკეთო. ნიკა, შენ ამბობდი, რომ მე საკუთარ თავში მომწონს ყველაზე ძალიან, რაც ჩვენ საუბრობდით, რომ აი ყველაფერს ვეხებია, ყველაფერი ვიცია და ჩემთვის ესე გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო. დიზაინში ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვცდილობ რომ ეგ ასე იყოს. შენ თავდამბლობას მიუყვები, მაგრამ ნახე, ბევრ სფეროში ხარ, ესე ვთქვათ, გათვითცნობიერებული, შენი მიმართულებით ბევრ საქმესაც აკეთებ და ერთი პროფესია შვიდად გაქვს შეთავსებული. მე შეიძლება არასწორად ხსნი, შენ ახსენი სწორად და ნახე, დღევანდელ მოზარდებს ახასიათებთ, რომ იციან, რომ უნდა იმუშაონ პირველიდან 4-მდე და იმის იქით დროს ხო რაღაცას ეთმობა. იციან, რომ იმ ერთი პროფესიით უნდა იმუშაონ და აი მან დამთავრდა რა, ჩვენთვის აბსოლუტურად სხვანაირად არის. აი მანდ მაინტერესებს შენი აზრი, ვიცი რომ არ ეთანხმები მაგ ყველაფერს შენი ცხოვრების და სწავლის სტილიდან გამომდინარე და კი, განვითარება, წარმატებაც ვფიქრობ, რომ არის საშუალო სტატისტიკურზე ცოტა მეტი რაღაცის გაკეთება ყველა ვარიანტში. თუ გინდა რომ რაღაც გენიალური გააკეთო, ვერ გააკეთებ ამას. 9-დან 5-მდე დრო მაგას არ ეყოფა. ცხადია უნდა დაისვენო, გამოიძინო მეგობრებთან ოჯახთან დრო გაატარო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ ჩაიხედო სხვა რაღაცეებში გარდა, პირდაპირ პასუხისმგებლობის გარდა სხვა რაღაცეებშიც უნდა გაერკვიო. მაგალითად, ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში მე მუშაობა დავიწყე ნიკო მდინარაძესთან, ძალიან ძლიერი ფოტოგრაფი არის, ნიკოს ვეხმარებოდი ფოტოების დამუშავებაში, ფოტოსესია ჩატარდებოდა, შემდეგ მე ამას ვამუშავებდი, retouch-ს უკეთებდი ფოტოებს. მაგრამ სააგენტოში ვხედავდი, რაც არ მევალებოდა, რომ გვერდით ლაშას კრეატიული ნიკოს გარდა, მაგალითად ნიკოსაც და კიდევ ესე გვერდით ოფისი ვისანაც ქონდა კრეატიული კულტურა არის სააგენტო, მათ მაგალითად გრაფიკული დიზაინი ჭირდებოდა და პოსტერებს აკეთებდნენ და იდეაში მე თუ ფოტოებს ვამუშავებ, ხო, ხელსაწყოები იგივე არის ფოტოშოპის გამოყენება. ხო შემიძლია ესიც გავაკეთო და საერთოდ რომ არავის არ უთხოვია, არავის არ იყო დღის წესრიგში, მე არ უნდა გამიკეთებინა, ხანდახან პოსტერებს ვაკეთებდი ხოლმე, რომ აი აბა ეს გამოიყენეთ. და ამან მიმიყვანა იქამდე რომ მე გრაფიკული დიზაინერიც გავხდი და შეთავსებით ფოტოებსაც ვამუშავებდი, პოსტერებსაც ვაკეთებდი. და მე ეს გამიჯდა ბუნებაში, რომ სავარაუდო სულ ეგეთი ვიყავი, მაგრამ მაინტერესებდა. მე გრაფიკულ დიზაინიდან მე მივხვდი, რომ გრაფიკულ დიზაინზე მე აქ ლოგოს ვასვავ აქ, ხო? რა შემიძლია ამის გაკეთებაც. გავაკეთებ ლოგოებსაც. შემდეგ დავიწყე ლოგო დიზაინერობა. შემდეგ ზოგ პროფესიით ისე არქიტექტორი ვარ და ბაკალავრი დიპლომი არქიტექტურის მაქვს. შემდეგ გავაგრძელე სწავლა არქიტექტურაზე. და ეს ყველა გამოცდილება საბოლოო ჯამში თავს იკრებს, რომ აი იქ ფოტოებსაც ამუშავებ, იქ გრაფიკულ დიზაინსაც, ლოგოებსაც აკეთებ, არქიტექტურაზე სწავლობ, ვიმერე ინტერიერის დიზაინი გეხერხება. საბოლოო ჯამში მე შეგიძლია, რომ კომპანიას გავუკეთო ლოგოც, ინტერიერის დიზაინიც, დაეხმარო, რომ აი ეხლა ამ ინტერიერის დიზაინში ესეთი ფოტოები გადავიღოთ, ეხლა ძალიან წვრილმანებში ჩავდივარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ყველა ის ნიუანსი, რაც ბიზნესს ჭირდება, რომ პროექტი შედგეს და გაყიდოს რაღაცა საერთოდ და იარსებოს. და აი ამან მომცა ის შესაძლებლობა, რომ
ჯერ ერთი რომ შეფასება შემიძლია სწორად რომ აი ეს კარგი არის თუ არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ ბევრი პროექტის კეთებით შევიძინე ის მეგობრები, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. აი იგივე ნიკა, ძალიან მინდა რომ ჩაგეკითხო. ნახე ჩვენ ახლა ბიზნესში ყიდვა-გაყიდვა, ანუ რაღაცას ყიდით, რაღაცას ყიდულობთ და ასე შემდეგ და სხვა მოდელია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად მგონია, რომ თვით შეფასებაზე გადის და საკუთარი ცოდნის და შესაძლებლობების შეფასებაზე, როცა შენ დახარჯულ დროს რაღაცა პროექტში უნდა დაადო ფასი. ანუ თავიდან როგორ იყო ეს შენთვის, რომ აი როგორ საზღვრავდი, რომ აი ახლა მე 200 ლარი მჭირდება თუ 500 ლარი მჭირდება და აი დღეს როგორ საზღვრავ მაგ ყველაფერს რა, რაც უფრო დაიხვეწე და გაიზარდე, უფრო სხვანაირი სითამამე გაქვს თუ მაშინაც ესე იყავი, რომ იცოდი, რომ აი ამაში რაში შენ დროს და ენერგიას დებ და შეიძლება მოგიწიოს ღამის გათენება, იმიტომ რომ რაღაც დიდი პროექტია და კი ხანდახან ოჯახში მოსიყვარულებაც ფუფუნებაა ხოლმე წარმატებული ადამიანისთვის, რომელსაც თავის პასუხისმგებლობები აქვს, ხო? შენთვის როგორ განისაზღვრებოდა ეგ, რამდენად გაიარა ამ შენთვის შეფასებაზე, თუ პირიქით ქონდა ეგ თვითრწმენა, თუ რო გაიზარდე და მეტი ცოდნა შეიძინე, შეიცვალა ეგ ყველაფერი. ხო, რატომღაც ფულის мотиваცია არასდროს არ მქონია საერთოდ. აი ეგა ფულს მე მგონია რომ არ ვიცი საერთოდ ფულის მნიშვნელობა სწორად, იმიტომ რომ ხო, აი შენ მაგაზე გაგიჟდები. ჩვენ ძალიან გაგვეღინა. კი. თქვენთვის რადიკალურად განსხვავებული ვარ მაგ ამბავში, რომ ანუ არ მადარდებდა რა, ანუ იდეაში მე რომ პირველი სამსახური მქონდა და ვიცოდი რომ რაღაცას გამოვიზოგავდი ამას თვის ბოლომდე და რაღაცა მექნებოდა, ანუ არ მაინტერესებდა ამ ექსტრა საქმეს, საერთოდ რამის ანაცვლოდ გავაკეთებდი თუ არა. ანუ ჩემთვის ყოველთვის იყო რომ ოღონდ ის გამაკეთებინე და ფული თავისით მოდის ამ მომენტში რა. და არასდროს პროექტი არც არასდროს შემიფასებია რა, მე რო ეხლა ვიხსენებ პირველ ნაბიჯებს, არასდროს არ მithქვამს დამკვეთისთვის რა ღირებულება საერთოდ, რომ აი ვიცოდა რომ ამას გავაკეთებდი, ამ დროს ჩავაბარებდი და ფული თავისით მოდიოდა. და კარგად მოდიოდა თან, ეგეც ის არის, რომ ეხლა არაპროფესიონალიზმი არის იდეაში, ეხლა ის ვალში არ უნდა იყოს რაღაცა, შენი კლიენტი რაღაც სანაცვლოდ უნდა გააკეთო აუცილებლად, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ფული საერთოდ არასდროს არ იყო არც დომინანტი, არასდროს არ ეწერა არაფერში მოკლედ რა. დღეს როგორ არის? ანუ მე მახსოვს რომ შენთან რომ მოვედი კონკრეტული პროექტის გასაკეთებლად, რომ ნიკა ახლა ჩვენ შევხვდებით ამა და ამ ადგილას, ეხლა აქ ვაწყობთ სტენდს, ცოტა ესეთი პრობლემური ადგილია და ეხლა რაღაცა ესეთი, ეხაც არის მოლში სხვათა შორის თბილისი მოლში სტენდი. შეგიძლიათ ნახოთ, ფანტასტიკური ნამუშევარია. ანუ გითხარი რა ნიკა გააკეთებ, თანხას მეტყვი და ასე შემდეგ და მარტივად მოვილაპარაკეთ ყველაფერზე. ხო, მაშინ უბრალოდ როცა მარტო აკეთებ და როცა ეს დიდი პასუხისმგებლობები არ გაქვს და ხარჯი უზარმაზარი არ არის, არ მაინტერესებდა რასდროს, რომ რამოდესაც გადაიხდიან, თუ არ გადაიხდიან, არა აქვს ეს პორტფოლიოში მაინც რჩება და ნაცნობი არის და ის ვიღაცას რეკომენდაციას გამიწევს და მეორე კლიენტს მოიყვანს, სხვა ვიღაცას ვინც გადაიხდის. იქ მაინც ამოვიღებთ ამ ნამუშევარს. მე ამ სტრატეგიით ვიყავ და სტრატეგიაც არ ყოფილა, ბუნებრივად ვიყავი ეგრე. და ეხლა უკვე დიდი პროექტებს ვაკეთებთ და ეხლა ბევრი ქვეკონტრაქტორი მჭირდება, ან თანამშრომლებიც უკვე შემოვიდნენ, უკვე ოფისის იჯარა მაგალითად პროგრამების subscription-ი და უკვე ვალდებულებები ძალიან ბევრი არის და უკვე არის რაღაცა მინიმუმი, რაზე ნაკლებიც თვის განმავლობაში არ უნდა ვიშოვოთ და ხო, ეხლა უკვე ამ ვალდებულებებით არის დათვლადი. ნიკა, შენ თქვი რომ გაქვს დიდი პროექტები და ასევე აღნიშნე რომ გაქვს შენი სტარტაპი. მეღვინეობა როგორ ათავსებ ერთმანეთს? თუ მეღვინეობა იმდენად გიყვარს და იმდენად გატაცებული ხარ, რომ ნებისმიერ დროს შენთვის იმდენად ღირებულია, რომ ყოველთვის ხარ მზად, რომ იქითაც დაიხარჯა და განავითარო ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა ძალიან ღირებული საქმე არის და უზარმაზარი პროექტები კეთდება არქიტექტურაში, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პროექტი ეს მეღვინეობა არის. თან გადმოგცემთ. რა მაგარია. გაჩვენოთ. ეს არის მეღვინეობა, გიორგი. ეს და ეს არის აი, გაჩვენებთ, ეს არის ნიკას შექმნილი მეღვინეობა. აუცილებლად გავხსნი, გადავიღებ, დავდებ და მოვნიშნავ ნიკას გვერდს.
აი დიდი ესეთი მადლობა. საჩუქარი, პირველი საჩუქარია პოდკასტში და ძალიან დიდი მადლობა ნიკა. ხო, მოკლედ, ხო, მიუხედავად იმ დიდი საქმეებისა, რასაც ვაკეთებ, სადაც ხალხი ცხოვრობს, შენდება, ჩვენზე დიდხანს იარსებებს ის კორპუსი, ის ბინა, ის პროექტი, ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი მაგალითი, როდესაც მეგობრები შემოვიკრიბე და დაახლოებით 30-მდე პროფესიის ადამიანი ჩავრთე ამაში. აი უბრალოდ რაც ოდესმე მიკეთები აქამდე, ყველა გავიხსენე, ყველას რაღაცა ვთხოვე და ყველა რაღაცა წვლილი შეიტანა ამ პროექტში. და ესე გავაკეთეთ. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ ნიკა, მეღვინეობას მიმართულებით, ზოგადად შენ საქმიანობაში, გიორგი ასევე. ჩვენ მე ნიკას და გიორგის გვაქვს ესეთი შემოთავაზება თქვენთან მოზარდებთან. ნახე ნიკამ ბევრჯერ ახსენა, რომ მეგობრები შემოიკრიბა. გიორგიმ ბევრჯერ ახსენა, რომ მისი მშობლები იყვნენ მის გვერდზე, ვინც მხარი დაუჭირეს. თუ დაგჭირდებათ კომპეტენტური ადამიანების რჩევა, რომლებიც მეტნაკლებად გარკვეულები ვართ ბიზნესში, გვესმის რაღაცა და შეგვიძლია რომ გირჩიოთ გრაფიკულ დიზაინში ნიკა, შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ, მოგწეროთ და არ დავიზარებთ პირიქით დიდი სიხარულით, გაგიზიარებთ გამოცდილებას და კონკრეტულ მაგალითებზე კონკრეტულ რჩევებს მოგწერთ. ბიჭებო, მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების ისტორიები და უდიდეს წარმატებას გისურვებთ ორივეს. ძალიან მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ. თუ სურვილი გაქვთ პატარა რეზიუმე მოზარდობისთვის, თინეიჯერებისთვის, ვინც იმ გზას უდგება ეხა, რაც თქვენ უკვე გავლილი გაქვთ, რა რჩევას მისცემდით და დღეს ჩვენი პოდკასტი ამით დამთავრებული. ძალიან ბევრი რჩევა შეიძლება მისცე. მაგრამ მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ რასაც ხელს მოკიდებენ, ბოლომდე გაყვნენ. არ გაუშვან, რამდენიც არ უნდა ჩაარტყან, რამდენიც არ უნდა დაარტყან, კარად ეჭიროთ ხელი რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატების საიდუმლოც და ყველაფერი. უნდა დააბალანსონ. გართობაც, საქმეც. ანუ იდეაში შემთთვის ბალანსი არის ძალიან კაი რა. ესე რომ მარტო გაგიჟდე და მარტო იშრომო, არა. საკუთარ თავსაც პატივი უნდა სცე, უნდა დაისვენო კიდევაც და პლუს ამას მე უფრო უკეთესათაც ფიქრშიც უკეთესად გეხმარება ყველაფერი, რომ ანუ ძალიან რუტინულად რო არ ხარ. რუტინა უნდა მოხსნა, საერთოდ უნდა ჩახსნა რუტინა. ზუსტად მაგიტო არის ნებისმიერი საქმე მაგარი, რასაც ხელს მოკიდებ, რო არ უშვებ, რომ უკვე რუტინაში აღარ გიყვარს ეს საქმე და ამ საქმესთან ერთად ისვენებ კიდევაც, ერთობი კიდევაც და ანუ შენი ცხოვრების უკვე თანამგზავრია, ნაწილია და არა რაღაც აი მეორე მხარე, სადაც იტანჯები. ამიტომ არის ეს. წარმატებები ყველას, ვინც რამეს ამოიწყებს, რაც არ უნდა იყოს. კი ეგრეა. ნუ ჩემი რჩევა ისევ იგივე იქნება, რომ ცნობის მოყვარეობა არ მოერიდოთ არაფერი, ცადონ ყველაფერი და იმაზე მეტი აკეთეთ, ვიდრე საჭირო არის და ვიდრე ავალდებულებენ, რომ აი მოიხედე შენი საქმე 100%-ით უნდა გააკეთო, მაგრამ მაგის მიღმა აბა კიდე გადახედე რაღაცას და ცადე სხვა რაღაცებიც შიც გაერკვია. და აი საბოლოო ჯამში მე ზოგადი წარმოდგენა შეგექმნება ყველაფერზე და აი ეს მიგიყვანს ძალიან კარგ ადგილებში რა, კარგ ხალხთან, კარგ სივრცეებში. მოკლედ წარმატება ჩემი აზრით ეგ არის, რომ ბევრი უნდა იცოდე, ბევრგან უნდა იცოდე. ჩვენ დღეს სტერეოტიპებს, რომ საქართველოში არაფერი არ გამოდის, ვამსხვრევთ და ამსხვრევენ ნიკა და გიორგი და მათნაირი ახალგაზრდა თაობა და საქართველოში თუ მოინდომებთ, თუ ისწავლით, თუ სურვილი და გამბედაობა გექნებათ, ყველაფერი გამოვა და იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენსკენ ვართ და თქვენს გვერდით გვიგულეთ გემშვიდობებით და მადლობა.